რომ მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა სხვათა შორის მაგ ინტერვიუმ, როცა წერდა რომ ჩვენ რომ შევდიოდით, ეგენი შემოვიდნენ, ცხინვალში, ეგენი შემოვიდნენ გორშიც, ვასკოკი მიდიოდა წინ. ჩვენ ველოდებოდით, რომ კარგად გაწვრთნილი ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ სამხედროებთან და ამიტომ არ ვიყავითო, მაინც და კი მივდვარა, მაინც და მაინც ისე ხალისიანად არ ვიყავითო და გაუგმენებული დავრჩიო. Втрусах бежали, ეგარ მაგის სიტყვა. ესე გორამდე ისე ჩავიდნენ, რომ წინააღმდეგობა წააწყდნენ აი ეს ბიჭები რო ყავდათ, მიტოვებული ზოგი 10, ზოგი 20, ზოგი 30, ზუსტად ისევე როგორც ის ბორისოვი თუ რაგვარი იყო, რო წააწყდა იმ ჯგუფს. ის ხო მიტოვებული ჯგუფი იყო, ვინც დაჭრა ის მაგათი ხელმძღვანელი ხო დაიჭრა. ესე იგი აი იმასაც სხვა შორის ეს აღწერილი არის რუსულ პრესაში იყო ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად აღწერილი. და იქ ძალიან მაგრად შეაქეს სხვათა შორის ჩვენი ჯარისკაცები, აი ჯგუფი რაღაცა როტა იყო ან რაღაცა 30 კაცი აწყდნენ, რომლებმაც აი დაჭრეს ეს მხედართავ ვინც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას რა. იქ მაგრად შეუტევია და მე ყველაზე მეტი რაზე მისკდება გული და რაზე ვგიჟდები, რომ წარმოიდგინეთ მესამე რამდენი წელიწადია ერაყში იბრძვიან ჩვენები. 3 წელიწადი ყوارები მეტი ვფიქრობ. აი ამ 3 წლის განმავლობაში ქართველებმა დაკარგეს 2 კაცი. ხო. თუმცა პირდაპირ შეხება მუდმივ ყოველთვის არ ქონდათ სამხედრო ოპერაცია. კი, მაგრამ ბოლოს დაცვაში იყვნენ. ბოლო 1 წელიც არ იყო შესრულებული, რაც უკვე კი, მაგრამ მეოთხე ეჯდათ, ესე იგი ეს საპატრულო მანქანები რო დადიოდა ამერიკული მეოთხე ეჯდათ ქართველი. ხო, რაც არ უნდა მაგარი ჯარისკაცი ყავდეს, სულ რემოები ყავდეს. თუ არ იქნება ეფექტური მართვა. მაგის თქმა მინდო, რისკენ მიმყავს რა. ჩვენი ძალებით, გასწრუნებული ვარ, ჩვენი ძალებით ჩვენ შევძლებდით მინიმუმ იმ პოზიციების შენარჩუნებას, რაც 7 აგვისტომდე ჰქონდა. მე არ ვამბობ, რომ შევძლებდით იქ როკის გვირაბამდე ამ სოუნდე გასვლას, ეს უბრალოდ დაუშვებელი იქნებოდა კრემლის მხრიდან, ამ ეს ყველას გვესმის, ამიტომ კრემლი არ დაიშურებდა თავის ჯარისკაცებს და ძალას და ყველაფერს გამოიყენებდა, იმიტომ რომ კრემლისთვის ჯარისკაცის სიცოცხლე, რუსი ჯარისკაცის აბსოლუტურად არაფერია. ყველაფერს შეალევდა, ამას კი არ დაუშვებდა. მაგრამ ჩვენ შეკავება შევძლებთ. მაგრამ იმდენად რამდენადაც მართლობა იყო ქაოტური და ფაქტობრივად არ იყო. ისე კი ამას ხო ლაპარაკი არ უნდა. მობილური ტელეფონებით გადაცემდა ძალაუფლება. არა, ეგ კი სპეციალისტი ნამდვილად არა ვარ. ცხინვალი არანაირად არ წარმოადგენს არანაირ ინტერესს სამხედრო თვალსაზრისით. ტაფობში მყოფი ქალაქი, რომელიც არანაირს არ წვითავს, გინდა გეპკრას ცხინვალი, გინდა არა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მე პირდაპირ შეხება მქონდა ამ საკითხებთან, ამიტომ ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს თავის დოქტრინაში სამხედრო გზით გადაწყვეტის უნარიც უნდა ქონდეს რაღაც საკითხების და ეს უნდა მუშავდებოდეს. ერთადერთი რაც იყო გასაკეთებელი, იმ თავითვე, ეს იყო როკის გვირაბის ოპერაცია. დამთავრდა თემა. ჯერ ეს ერთი ვიქნებოდით სამდე მართლები, იმიტომ რომ 8 კილომეტრში ახლოს არანაირი დასახლებული პუნქტი არ არის, არანაირი. და ეს იქნებოდა ოპერაცია, რომელიც პირდაპირ მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, რომ მე ჩემ ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავ. და საზღვარს ვიცავ. ხო, მე ვკეტავ საზღვარს. ასე ვთქვათ, ხვრელს, საიდანაც შემოდის ტერორიზმი, საიდანაც შემოდის იარაღი, საიდანაც შემოდის საფრთხე, საიდანაც შემოდის ოკუპანტი და ინტერვენტი. რა მინდა, ცხინო, რა გვინდოდა საერთოდ? როგორ, რა ხდებოდა? ტრიბუნას დაგრავდა სააკაშვილი და ეხოდა. არა, ეს სხვა საქმეა. და რატო? ვიცი, დაბომბვა, ამით ეხლა ჩვენ რა რითი მოგვიგო რუსებმა? შეგვაშინეს რა, თვითმფრინავებით. სახმელეთო ოპერაცია მაგათ არ ჩაუტარებიათ. სახმელეთო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. გადავედეს ფონდის ხაზი რომ მოიხსნა, იქ დამთავრდა ყველა. ხო, მაგას ვიძახი, სახმელეთო ოპერაცია არ ჩატარებულა, იმიტომ რომ სახმელეთო ბრძოლები არ ყოფილა. ბრძოლა იყო საჰაერო ბრძოლა მოგვიგეს და მაგრად იყვნენ 12 თვითმფრინავი ჩამოგო 52 რო ჩამოგიგდო რომ 1898 აქვს ამ მიმართულებით და ნუ დიდი რამე ხა 12 თვითმფრინავი ჩამოაგდე მაგრამ როკის გვირაბი ყოველთვის იყო საკითხი რომელიც გადაწყვეტადი იყო ყველა გზით თუმცა მე არასოდეს არ ვიყავი მომხრე და დღესაც არა ვარ სამხედრო პოლიტიკური კოზირი იყო რომ ძალისმიერი გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა, როდესაც არსებობს, ეს არის პოლიტიკური კოზირი, რომელიც უნდა გამოიყენო დიპლომატიურ ურთიერთობებში. ამას აქამდე ვიყენებით და ეხა ეს მოგვისწეს. მე-20 საუკუნემ აჩვენა, რომ პარტიზანული ომები არ იგება. პარტიზანული ომი ვერ მოიგო ვერც რუსებმა, ვერც ამერიკელებმა, ვერც ფრანგებმა.
ვერავინ, ნუ ეხლა სხვა ვთქვათ არ ომობდა რა ძირითადად ვიეტნამმა აჩვენა, ავღანეთმა აჩვენა, ალჟირმა აჩვენა, რომ ჩეჩნეთმა აჩვენა, შეუძლებელია პარტიზანული ომის მოგება. და ნებისმიერი მიმართულებით ჩვენი სამხედრო ასე ვთქვათ ოპერაცია წააწყდებოდა პარტიზანულ ომზე დაწყვილი დოქტრინა ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც პარტიზანულ ომზე. როგორც არა, მაშინ უნდა ყავდეს ავღანელები, რომლებიც 4 წლის ასაკიდან უკვე კალაშნიკოვიდან სრულად სწავლობენ და მეტი არაფერი სკოლაში სიარულის მაგდრად ომს სწავლობენ ბავშვებიდან. იგივე ჩეჩნეთში მე ჩემი თვალით ამაქვს ნანახი. ცხინვალის მოსახლეობა, მე ერთხელ ვიხუმრე კიდეც ერთი ჩემი პარტნიორი ვინც იყო ამ მოლაპარაკებიდან, სულ მაგას ტელეფონით ველაპარაკე, ერთხელ მეთქი რას ერჩიან, იმრა პროსტატა აკიდეს თელ მეოთხარი მოსახლეობას თავის კაცს სულ ყველანი იმაში ტყეში სულ ყველა. ეს რუსეთის სამშვიდობო ბაზა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ყოველ წელიწადში 600 კაცი იცვლებოდა, 600 კაცი წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ და ტყეებში ზუსტად პარტიზანული ომისთვის ამზადებდნენ მოსახლეობას. ამიტომ ძალიან დიდი ნაწილი ცხინვალში მაცხოვრებლები კაცების თითქმის ყველას ჰქონდა გავლილი აი ზუსტად პარტიზანული ომის როგორც რუსებს ესმით ეს ასე შორის ესე რუსებს ესმით ეს იმიტომ რომ ნაპოლეონის დროიდან მოყოლებული გაგიჟებული იყო კაცი ეგეთი ომი არასოდეს არ მინახია არსათო გამოცდილება რუსებს აქვს და ბუნებრივია ამ გამოცდილებას იყენებდნენ ზუსტად ესე არის აფხაზეთის მიმართულებით იმიტომ რომ მინდა გითხრათ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად არის ლაპარაკი რომ ჩვენ აფხაზეთში ომი მოგვიგეს რუსებმა ბუნებრივია რომ რუსების ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული აფხაზეთში, მაგრამ იომეს აფხაზეთი. ძალიან მაგრად იომეს. ჩრდილო კავკასიელებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, რუსებიც იყვნენ, ბევრი და სამხედროებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ესე პირდაპირ აშკარად მე მახსოვს, ეხლა პრაქტიკულად სულ იქ ვიყავი, აი სადაც პირდაპირ მიიღეს რუსებმა მონაწილეობა, ეს იყო დესანტი ტამიშის. ხო. ტამიშის დესანტში პირდაპირ რუსები მონაწილეობდნენ. აი, რუსი დესანტნიკები პირდაპირ მონაწილეობდნენ ტამიშის, რომ გადმოსვეს დესანტი, სხვაჩვერის ავაზა 62 ბიჭი მოკლეს მაშინ და დიდი ბრძოლა იყო. სხვაგან ტექნიკით, რა თქმა უნდა, артиლერისტები, მფრინავები, აი ეს მთელი ასე ოფიცრები, დაგეგმა ოპერაციების, განხორციელება, რიგ შემთხვევაში შეიძლება ხელმძღვანელი აი ამ ლოკალური ოპერაციების, მაგრამ თვითონ შემსრულებლები, როგორც წესი იყვნენ აფხაზები და იყვნენ ჩრდილო კავკასიელები. და რუსები ოღონდ ნაიომნიკი რასაც. ხო, რასაც ისენი ქვია რა. გოგა სულ იმას ლაპარაკობ, რომ სამხედრო სტრატეგია არ არის გადამწყვეტი, თავარი არის პოლიტიკური მიზანი. ხო. ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური მიზანი თუ იყო ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, ის ჩვენ და სამწუხაროდ, თუ კი სამხედრო ძალით იქნებოდა მიღწეული გამოიწევდა აფხაზეთის ავტონომიურად გამოიწევდა მისი დაუმოუკიდებლობის აღიარება ავტომატურად. იმიტომ რომ ცხინვალის რეგიონის ასე ვთქვათ გათავისუფლება დავარქოთ ასე მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.